ჩვენი ეროვნული სულიერების მოძღვართ-მოძღვარო ბატონო ექვთიმე, გადარჩენილ საუნჯესთან ერთად შენც დაუბრუნდი ამდენი წლის ნანატრ კურთხეულ მიწას. შენი ჩამოსვლა დღესასწაულად იქცა, მაგრამ მოულოდნელი სატკივარიც ბევრი გაგიჩნდა. მოგვიტევე, რომ იმ დროს ყველას არ მიეცა საშუალება შენთვის ხმამაღალი მადლობის თქმისა. მადლობის თქმისა იმ კაცისთვის, ვისაც ძალა ეყო უსახს როსა და მიუსაფარს, წაღმართი გზით გაევლოთ თუნებებით სავსე ცხოვრების ხეივანი და არც თვალი, არც ხელი, არც ერთი თუნებისკენ არ გაქცეოდა. მადლობის თქმისა იმ კაცისთვის, ვინაც ზნეობის უმძიმესი ტვირთი ასე მსუბუქად მიიტანა ამას სოფლის აღსასრულამდე და ბოლოს ღირსეულად გარდისახა წინაპართა სამყაროს მკვიდრად. იმ ბუმბერას წინაპართა, რომელთა საფლავებიდან დღესაც ამოდის შუქი და ამ შუქზე ხშირად ჩვენც უფრო დიდები ვჩანვართ, ვიდრე ვართ ხოლმე სინამდვილეში. მოგვიტევე ბატონო ექვთიმე, შენ ხომ დიდ სიხარულთან და ერის მადლიერებასთან ერთად სულის ჭრილობებიც გაგატანეთ იმ ქვეყნად. მხოლოდ 48 კაცმა შებედა უკანასკნელ გზაზე გაჰყოლოდა შენს წმინდა კუბოს, მაგრამ იცოდე, ყველა ისინი, ვინც შენ გატკინა გული, თავად დასაჯა მერე დრომ და მართლმსაჯულებამ. გადმოხედე შენს დღევანდელ საქართველოს, სადაც ხატა დასვენია შენი სახელი. ნათელში იყავ საქართველოს მეჭურჭლე თუ ხუცესო.